დილამშვიდობის მოგესალმებით. დღეს არის 3 მარტი, დედის დღე. გილოცავთ ყველა დედებს. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ესე იგი, ჩემთვის დედა არის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ანუ პირველი ადგილი უჭირავს ჩემთვის დედას და შემდეგ სხვა ოჯახის წევრებს და სხვა ძვირფას ადამიანებს. დედა არის ჩემთვის ნომერ პირველი და აი მართლა ამ ყველაფერში კი ახლა რა თქმა უნდა ყველა ოჯახის წევრი გვერდში მედგა, მაგრამ განსაკუთრებით დედა რო არ დამდგომოდა ამ ყველაფერში გვერდში, მე ალბათ დღეს ამ სიტუაციაში ვერ ვიქნებოდი და წლების მერე, როდესაც დღევანდელ სიტუაციასთან შედარებით უკეთეს სიტუაციაში ვიქნები, მაშინაც მე ვიტყვი, რომ დედა რო არ დამდგომოდა გვერდში, მე დღეს ესეთი სიტუაცია და ესეთი პირობები არ მექნებოდა. მადლობას ვეტყვი დედაჩემს იმ ყველაფრისთვის, რაც კი ცხოვრებაში ჩემთვის გაუკეთებია. ზოგადად ეხლა დედაჩემი ჩემ ვლოგებს უყურებს. მაგრამ ალბათ ისიც იცის დედაჩემმა, რომ სიყვარულის გამოხატვის ის არ მაქვს რა. ანუ სიყვარულს ვერ გამოვხატავ. იმდენად, რამდენადაც საჭიროა. კი იცის ეხლა როგორც მიყვარს. მაგრამ აი ხშირად არ ვეუბნები. ვერ ვეუბნები რაღაცნაირად, რომ დე მიყვარხარ, დე ანუ ზოგი ხო არის, რომ ყოველ წამწუთს მაგალითად ჩემს ძმას უფრო მეტად შეუძლია, რომ სიყვარული გამოხატოს. დედი მიყვარხარ, რაღაცა მივიდეს ჩაეხუტოს, აკოცოს რაღაცა, მაგრამ მე აი არ ვიცი დედასთან რა მიშლის ხელს და რა მაკავებს, არ ვიცი, მაგრამ აი უბრალოდ სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ ასე ვთქვათ, დე მიყვარხარ, ბევრჯერ მინდა ხოლმე თქმა და ანუ შეიძლება მერიდება რაღაცნაირად და ძალიან იშვიათად ვეუბნები ხოლმე. არა და რა ძვირფასია მშობელისთვის, როდესაც შვილი გეუბნება ხშირად მიყვარხარს. ყველა დედებს გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვინც მომავალი დედა ხართ, მაგათაც გილოცავთ. ესე იგი, ბავშვობაში რეებს არ ვაკეთებდი. წელს მინდოდა სოფელში წასვლა ისე დამემთხვია, რომ 3 მარტს სოფელში ყოფილიყავი. მაგრამ 4-ში ხო უკვე 4-ში კი არა და უკვე დამეწყო უნივერსიტეტი და ვიფიქრე, რომ თვის ბოლოს მაინც გავიქცევი თქო ესე 28-ში წავალ თქო და 4 მარტს წამოვალ თქო რა, 3 მარტს სახლში ვიქნები დედიკოსთან თქო, მაგრამ ეგრე არ გამოვიდა, თუმცა ისეთ კარგ დროს ჩავედი სოფელში და ისეთი კარგი დასვენება გამომივიდა, საოცარი. მოგიყვებით. ესე იგი, ესე მარტი მოახლოვდებოდა თუ არა, ეს მაგიდა ძალიან ცუდად დგას და ძალიან ყანყალებს კამერა და რა უყო. მარტი მოახლოვდებოდა თუ არა და აყვავილდებოდა, ირგვლივ ყველაფერი, რავი, იები იწყებდა ამოსვლას, გვირილები, ყვავილები, ყველაფერი იწყებდა ამოსვლას და აი ეს 3 მარტს რეებს არ ვაკეთებდი ხოლმე, ვაიმე დედაჩემი რო წავიდოდა სახლიდან. დავკრებდი ყვავილებს რამდენს, იცით, ძალიან ბევრს დავაცლიდი ყუნწებს. მერე ან პოლზე, ან მაგიდაზე დავყრიდი და გულის ფორმაზე დავალაგებდი, ან
მიყვარხარს ვაწერდი და ბავშვობაში სასწაულებს ვაკეთებდი. ქამარი მინდა ვიყიდო წელის და ტანსაცმლის შიგნით გავიკეთო და ისე ქამრით სიარულს მივეჩვიო, თორე არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ბოლო დროს ხვდები, რომ ძალიან წელში მოხრილ სიარულს და ჯდომას შევეჩვიე. და თან ეს მტკივა რაღაც რატომღაც. ხო და წელში მოხრილი ჯდომა არ არის კარგი. არ ვიცი ხა დედაჩემზე რო ვისაუბრო, შემიძლია ვისაუბრო დილიდან საღამომდე. იმიტომ რომ კარგის მეტი მართლა არაფერი არ მახსოვს მისგან და ყველანაირად რო უდგას ოჯახს გვერდში და ოჯახის წევრებს და რასაც ქვია მაგის ფეხზე დგას რა ოჯახი. და ანუ ზოგადად არ არის დედის დღე საჭირო იმისათვის, რომ დედებს ვუთხრათ მიყვარხარ. ანუ რამდენი ადამიანია ისეთი, ვისაც ზოგ შეიძლება ჩემსავით არ შეუძლია სიყვარულის გამოხატვა და უბრალოდ არ კონდეს დედამისზე ნათქვამი მიყვარხარ და მხოლოდ სამართ შეიძლება უთხრას მიყვარხარ. ზოგი კიდე შეიძლება საერთოდ მარტო დედის დღეს ამბობდეს, ეუბნებოდეს დედას, რომ უყვარს. ხო და კი ახლა ოფიციალურად დედის დღეა 3 მარტი და რაღაცა ეგრე აღინიშნება, მაგრამ ზოგადად არ არის 3 მარტი საჭირო. სხვა ნებისმიერ დღეს შეგვიძლია ჩვენი ძვირფასი დედები გავახაროთ, გავაბედნიეროთ, თუნდაც უთხრათ მიყვარხარ, ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ, თუნდაც საჩუქარი ვაჩუქოთ, ყვავილი ვაჩუქოთ, ანუ ეს ყოველთვის შეგვიძლია ჩვენ და მხოლოდ დედის დღეს არ უნდა ვაკეთებდეთ ამას. დამეთანხმებით ალბათ. ესე იგი სოფელში წასვლა გადავწყვიტე, ძალიან უცებ რა. ჩემი ნაცნობი მიდიოდა მარშრუტკით და ხო არ წახვალო, ჩემმა ძმამ მითხრა, მიდის და ხო არ გაყვებიო. ხო და მეთქი რა ვიცი, სამსახურს შეუთანხმდები და ვნახოთ თქო. ხო და შევუთანხმდი სამსახურს და ესე უცებ გადავწყვიტე წასვლა. წავედი და ღამე წავედი გვიან პირველ საათზე. მთელი გზა თოვდა მთელ ავტობანებზე. იყო როგორი თოვლი და ქარი, იცით? სასწაული. გზები, წმენდდნენ, მაგრამ არ იყო კაი გაწმენდილი რა. გზაში გვხვდებოდა ის მარილს ყრიდნენ. მაგრამ ჩვენ რო წავედით, მაშინ ალბათ ახალი დაწყებული იყო თოვა და არ ქონდათ ზოგან გაწმენდილი გზები და ვაიმე ისე დავდიოდით. ახლა თოვლის გამო ძალიან ნელა დავდიოდით თქო რო ვთქვა, ვერ გეტყვით მაგას, მაგრამ ეს მინდოდა ჩამერთვა. მაგრამ ეს მაინც რა შეცვლის. კი, შეცვლის. მაგრამ კლათ ჩქარადაც ვერ ვიარეთ რა. ხო და ეს ყავა გამიციუდა თქო რო არ ვთქვა ყოველ ვიდეოში არ შემიძლია. კი იცით ვიდეოს რო ვიღებ, ყავა სულ მიციუდება.
ხოდა ქუთაისის ავტობანი ვაფშე კატასტროფა იყო. მოყინული სასწაული ყველაზე ნელა ვიარეთ ქუთაისში. იმიტომ რომ საშინლად მოყინული იყო. ესე იგი, განსაკუთრებით მაყრის შუბლზე. ავიტყავე და დავიწითლე სულ. ხოდა ეს მაზიც ისეთია, ყოველ დღე თუ არ წაისვი. ერთი დღე გამოტოვებ წასმას და მეორე დღეს გამოგაყრის. ერთი კაი ის უნდა ვიყიდო რა. მაზი ცვირიანი და იყოს ჯანდაბას. ამ იაფიანს და შედეგი რო არა აქვს, მაგას ჯობია ცვირიანი ვიყიდო. აი ის რო რა ქვია, ცერავიო თუ რაღაცა. სხვადასხვა რაღაცისთვის რო არა, აკნესთვის, თავის თვალების სიშავისთვის და სხვადასხვა რაღაცეებისთვის არის საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ როგორც ვიცი, კარგი შედეგი აქვს. ხოდა მაგას ვიყიდი ერთხელ რა. თვალის სიშავის გაქრობაც მინდა. ზოგადად რა შავი ვარ. ზედმეტად შავი ვარ. ან კამერაში ვჩანვარ შავი რატომღაც. მაგრამ თვალები განსაკუთრებით ჩაშავებული მაქვს, ძალიან ჩაშავებული მაქვს და არ მოწონს. დედაჩემი გადარებას იყო. თვალები ძალიან ჩაშავებული გაქო კამერაში რო გიყურებოდა. კამერა მიჩენს ზედმეტად კამერა მაჩენს ზოგადად ზედმეტად შავად რა. და განსაკუთრებით თვალების ირგვლივ, ანუ ეგეთი შავი არა ვარ, როგორცაც კამერა მაჩენს. ასე რომ არ ინერვიულად. ესე იგი სხვა კონტენტ იდეა მაქვს, რომელიც ვერადა ვერ განვახორციელებ. აი ქუჩაში გასვლა მინდა თქო და ხალხის ჩაწერა, ხალხთან საუბარი, გადაღება, ჩელენჯები, დავალებების მიცემა მინდა ხალხისთვის და ასე შემდეგ. მაგის განხორციელება მინდა, მაგრამ ვერადა ვერ. რა მიშლის ხელს? სიმორცხვე. ეს კამერა ძალიან დახრილად მიდგას. ხო და ვითომ გავასწორე. ხოდა დღეს მინდა გასვლა და გადაღება როგორი ვიდეოს ჩაწერა, იცით? აი მიხვალ გამლებთან ქუჩაში და ეტყვი რომ გავარჯობა, შეგიძლიათ დაურეკოთ დედიკოს და უთხრათ მიყვარხარ. მიყვარხარ. და ესე დაურეკავენ ქუჩაში გამლელები მშობლებს და ეტყვიან ტელეფონში მიყვარხარს. აუ ყელი ამტკივდა რაღაც. მაგრამ ეს როგორც კი მომაფიქრდა, მე თავში მომიარა იმან, რომ რა ცუდია, ვისაც მშობელი დედა არ ყავს რა. ანუ ეგრევე მაგი გამახსენდა, რომ ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მე რო დედა არ მყავდეს და ქუჩაში რო გამოიაროს ვიღაცამ და დაურეკე დედიკოს და დედაშენს და უთხარი რომ გიყვარს, ეგეთი რაღაცა რომ მითხრას, კი ვეტყვი რომ მე დედა არ მყავს, ან რაღაცა მაგ დაგვარს. მაგრამ ადამიანისთვის
გულის დამწყვეტი იქნება ეს რა. სამმარტს დედის დღეს რო ეტყვი, ისეთ ადამიანს, ვისაც დედა გარდაცვლილი ყავს, ეგეთ ადამიანს რო ეტყვი, დაურეკე დედას და უთხარი მიყვარხარო. და ამიტომ მოვიფიქრე ეგეთი რაღაცა, რომ ესე უნდა უთხრა რა. თუ ეგეთ ვიდეოს გადავიღებ, რომ მივალ ადამიანთან უნდა უთხრა, რომ აი ახლა შევამჩნიე, რომ მიკროფონი ციმციმებდა. ხო და ახლა თუ დიდი ხნის გათიშულია ეს მიკროფონი, დაჯდა ალბათ და კაი აციმციმდა. ახლა თუ დიდი ხნის გათიშულია მიკროფონი და მე ამდენი ტყუილ უბრალოდ თუ ვილაპარაკე, გავაფრენ. ხო. ის ერთი მიკროფონი დაჯდა. ხო და აი ესე რა ვიცი. ეხლა ცოტა ხანიც დაგელაპარაკებით. 1-5-10 წუთი. და მე გასასვლელი ვარ. სანამ სამსახურში წავალ, რაღაცა ჩემს საქმეებს მოვისტუმრებ. უნივერსიტეტის ცხრილი ვნახე. და ანუ სამსახურის გამოცვლა მინდა რა. იმიტომ რომ იმ შრომისთვის ის ხელფასი არ მიღებს, რაც მე მაქვს ამ პერიოდში, ამ სამსახურში ხელფასი. ხო და რა ვიცი, შევედი Google-ში, SSG-ზე ვნახე ძალიან ბევრი საინტერესო ვაკანსიები. ხო და ვაპირებდი, რომ სამსახური შემეცვალა. მაგრამ ეხლა რაზეც ვიყავი დამოკიდებული იყო ის, რომ უნივერსიტეტის ცხრილი დადებულიყო. მე ნახა, რომ ცხრილის მიხედვით სამსახურს თუ ვიპოვიდი, შემეთანხმებინა გრაფიკი. ხო და ვნახე ცხრილი. ვნახე ცხრილი და მეორე რა ქვია მაგას? სემესტრი. მეორე სემესტრში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დატვირთული ვარ რა, მაგრამ ეგრე მეგონა ყოველ შემთხვევისთვის, რომ მეორე სემესტრში ბევრად უფრო დატვირთული ვიქნებოდი, ეგრეც იქნება, მაგრამ სამაგიეროდ შაბათ-კვირის გარდა ხუთშაბათსაც ვისვენებ. თუ არ მეშლება, მე მგონი ხუთშაბათს არ მაქვს ლექციები. სამი დღე ვისვენებ, მაგრამ წინა სემესტრში მხოლოდ ორშაბათს მქონდა 2 ლექცია და ამ სემესტრში თითქმის ყოველ დღე 2 ლექცია მაქვს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემთვის დაემატა ფსიქოლოგიები ძალიან ბევრი. ანუ ერთ ფსიქოლოგიას ხო გავდიოდი, კოგნიტური ფსიქოლოგია თუ რაღაცას პირველ სემესტრში. ეხლა 3 თუ 4 ფსიქოლოგიას გავდივარ. ოღონდ სხვა ფსიქოლოგიის სხვადასხვა საკითხებს რა. ეხლა აღარ მახსოვს, ერთხელ გადავხედე ცხრილს და ანუ სხვადასხვა ისინი ხო აქ ფსიქოლოგიას ძალიან დიდი ის არის რა, მოკლედ საგანია და ესე იგი თუ მქონდა თითო-თითო ლექციები, ეხლა მაქვს 2 ლექცია
და წინა სემესტრში ორშაბათს ორი ლექცია მქონდა. ძალიან მიჭირდა. 4 საათი უნდა იყო და ამ 4 საათში სამჯერ გაქვს 10 წუთიანი შესვენება, 10 წუთში ვერაფერს ვერ ასწრებ. ხო და ეგრე იქნება ეხლაც, 4 საათი მომიწევს უნივერსიტეტში ყოფნა თითქმის ყოველ დღე. მაგრამ გრაფიკი ძალიან მისაღებია რა. 4-ის მაქსიმუმ 5-ის მერე ისევ მცალია რა. საღამოს საათებში მცალია. შევიძლია რომ სამსახურით ესე ვთქვათ შეუთავსო. ხო და აწი შემიძლია დავიწყო სხვა სამსახურის ძებნა. ძალიან ბევრი ვაკანსიებია რა. ორნაბიჯს ვაპირებდი, მართლა ვაპირებდი, არ დაგიმალავთ. ყველა იმას მეუბნება, რომ არ გირჩევდა, საშინელებაა და ძალიან რთულია და არ გიღირს ეგ ხელფასი იმ შრომად და ყველა მაგას მეუბნებოდა. მაგრამ მე იმას ვფიქრობდი, რომ ბაჩო, ხო იცი რომ სხვების ნათქვამს არ უნდა არ უნდა დაუჯერო. თავარია შენით გამოცადო და შენით გაიგო რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ზოგადად ხო, შენი თავი რაზეც ესე ვთქვათ, შენი თავი რასაც გირჩევს, ის უნდა აკეთო რა. თუ გინდა შენ სხვის აზრს არ უნდა უსმინო, რაც არ უნდა ცუდი თქვას. შენ თუ გინდა, შენ თვითონ უნდა გამოცადო და გააკეთო. ორნაბიჯში მუშაობას ვაპირებდი. სხვათა შორის დღეს შემიძლია გავიდე სტაჟირებაზე, იმიტომ რომ განაცხადი გამიგზავნია ტელეფონიდან. ისე რომ ვაფშე არც მახსოვდა, ხო და სოფელში რო ვიყავი დამირეკეს. და საბოლოოდ გადაწყვეტილი მქონდა ორნაბიჯში გადავსულიყავი. თან აქვეა ახლოს მაღაზია და დღეს უნდა მივსულიყავი ორშაბათია, დღეს უნდა მივსულიყავი სტაჟირებაზე, მაგრამ არ მივდივარ. იმიტომ რომ არ მინდა რა მოკლედ ორი ნაბიჯი. და რა ვიცი, ეხლა ვარკეთილში შეიძლება გავიდე იმაზე, მიმტანის გასაუბრებაზე. ხო, რამდენად რთული საქმეა ეს, ვინც იცით და ვისაც გამოცდილება გააქვთ, ვისაც გიმუშავიათ მიმტანად, მაინტერესებს რამდენად რთული საქმეა. იმიტომ რომ მარტივი რო იყოს 1000, 1500, 1800 ანაზღაურება არ იქნებოდა. მაგრამ რთულია თქო რომ დავფიქრდები, არ მგონია ძალიან რთული. იმიტომ რომ უბრალოდ სულ სიარული გიწევს რა. დანარჩენი ხა ისეთი რთული, მე ვფიქრობ რომ არაფერია რა. მიხვალ ჩაიწერ მომხმარებელს რისი შეკვეთა სურს, მერე მიიტანა ფურცელს და მერე ესე თერფშებს ჭიქას მოკიდებ ხელს, მიიტან დაალაგებ მაგიდაზე. არ მგონია ეგეთი რთული რო იყოს მიმტანობა რა, მაგრამ არც ეგეთი მარტივი იქნება. როცა გამოცდი, მერე მიხვდები თუ არ გამოცადე, შეიძლება მარტივად მოგაჩვენოს. ხო, შეიძლება გავიდე დღეს გასაუბრებაზე და ასე ვთქვათ, გავარკვიო გრაფიკი რა. საშაურმეშიც ვნახე დამხმარე მზარეულად ვაკანსია და სხვათა შორის რო გავიარე, ვნახე ეგ საშაურმე და არ ყოფილა აქედან შორს. და რავი, მოკლედ ძალიან ბევრი კარგი ვაკანსიებია.
მოკლედ ჩავედი სოფელში. პირველ საათზე 2 საათზე გავედით, საღამოს 2 საათზე. ჩავედი 8 საათზე დილას. ჩავედი და გადასახლებიდან წავედი ფეხით. თან თოვდა დილის 8 საათი იყო. და ჩვენი ქუჩა საერთოდ არ იყო გაკვალული რა. ანუ არც ადამიანს კი არა, არც ძროხას, არც ხორს, არც ცხენს და არაფერს არ ქონდა განავლელი. და არც ჩიტის ნაფეხურებიც კი არ იყო რა ქუჩაში და აი ესე მივდივარ, დიდი ფართე შარვალი მაცვია და შევედი და აი ესე როგორ გითხრათ რა. ანუ აი ესე ამხელა თოვლი იყო რა. ხოდა მივედი სახლში და ჯერ რაღაცა ცოტა ხანი ვილაპარაკეთ ის თქვენით და მერე გავედით საგუნდაოდ და აი მთელი დღე მე და დედაჩემი განსაკუთრებით. მამიკო კიდე მალე შევიდა. მე და დედაჩემი მთელი დღე ვგუნდაობდით, თოვლის ბაბუებს ვაკეთებდით, მერე მეზობლებთან გადავდიოდით, რაღაცა იქაც ვერთობოდით და მოკლედ მე და დედაჩემმა მთელი დღე ვიგუნდავეთ. მერე ჩაგვიქრეს შუქი. არ გქონდა დენი, არ გქონდა ინტერნეტი ამ დიდ თოვლობის გამო. გადაუღებლად თოვდა, რავი, მთელი ის დღეები, რაც მე იქ ვიყავი. ხოდა მე ხომ მქონდა ტელეფონის ინტერნეტი და ნუ ეხლა ცოტა ხანი ჩემი ტელეფონში ჩავრთე ინტერნეტი, გაუზიარეთ ჩემებს, მერე ჩემი ტელეფონი დაჯდა, დედაჩემისაში გადავიტანე, დედაჩემისი დაჯდა, მამაჩემისაში გადავიტანე და აი ესე გადმოვქონდა ეს კარტები იქედან აქეთ, აქედან იქეთ. ხანი ჭერდა, ხან არ იჭერდა ეს ტელეფონის ინტერნეტიც და მოკლედ საბოლოოდ მოკვდა ყველა ტელეფონი და აი ესე 3 დღე შუქი არ გქონდა. ხან რითი ვანათებდით, ხან რითი. აი ეს ელემენტებზე განათებაც რო დაჯდა, მერე გადავედით ზეთი და თეფში და ნაჭერი, ბაბა. ეს ძველებური ისა მეთოდი, მაგრამ ისე მონატრებული ვიყავი ამ სოფელს და ეგეთ სიტუაციას, რომ საერთოდ წამითაც არ მინანია სოფელში წასვლა იმის გამო, რომ უშუქობა იყო და მოსაწყენი იყო შეიძლება რაღაც პერიოდი. მაგრამ ძალიან გავერთე, ძალიან ვისიამოვნე. თოვლით დავტკბი, რასაც ქვია. და აი ეგეთი თოვლი მართლა უკვე რამოდენიმე წელია ჩვენთან სოფელში არ ყოფილა. კი ეხა ერთხელ მაინც რო არ მოთოვოს და არ დადოს, ისე არ გაივლის ზამთარი, მაგრამ აი ამხელა თოვლი არ ყოფილა. მერე მეორე თუ მესამე დღეს ჩემი ჩასვლიდან ღამე იყო საშინელი ქარი და თოვა. და იმხელა დადო დილას იყო აი მუხლებამდე რა თოვლი. მუხლებამდე ეფლობოდი თოვლში და დენი და შუქი რა თქმა უნდა ისევ არ იყო. მაგ დღესაც გავედით საგუნდაოდ, მაგრამ უკვე ეგ თოვლი იყო ძალიან ცუდი რა. თან მოყინული იყო ცოტათი. თან რაღაცნაირი თოვლი იყო რა, მშრალს რო ეძახიან. გუნდა არ იკრება და ძალიან ესეთი როა. მშრალი თუ სველი იყო პირიქით. არც გუნდა იკურებოდა, არც თოვლის ბაბუის გუნდა კეთდებოდა. არაფერი არ კეთდებოდა. მე მაინც გავაკეთე პინგვინი. აი ეს ერთად შევაგროვე თოვლის, შევკარი, ფორმა მივეცი, ხელები გავუკეთე, ფეხები გავუკეთე, მუცელი გავუკეთე, თვალები, ლოყები, ტუჩი. ხოდა ისეთი საყვარლობა პინგვინი გამოვიდა. ეს იყო ჩემი წამოსვლის წინა დღეს, რომ ღამე ითოვა და ამხელა თოვლი მოვიდა. მერე უკვე მოიწმინდა ცა და
დილას და საღამოს საერთოდ აღარ უთოვია. საერთოდ აღარ უთოვია, მაგრამ ამხელა თოვლი რომ მოყინა, შეიძლება ეხლაც იყოს სოფელში შემორჩენილი თოვლი. იმიტომ რომ ღამე იყო როგორი ყინვა იცით, აი ეს თოვლი ხრაშუნებდა სასწაულად. გზაზე აი სადაც ტრასა აგია. სველი ხო იყო გზა. ისე გემრიელად ვისრიალეთ მან. მეზობელთან გადავდიოდით და ეს გზა ხო უნდა გაგვევლო და თან ვალინკები მაცვია ისე სრიალებს. აი გზაზე ვსრიალებდით რა, ეს ხო იყო გაყვალული გზა, შუაში თოვლი იყო, გვერდებზე ბორბლის ნასიარულების სიცარიელე და იქეთ გვერდებზეც თოვლი. აი ამ შუა ნაწილში ისე გემრიელად ვსრიალებდით მე და დედა ჩემი. ну მოკლედ მე და დედა ჩემმა გავერთეთ მაგრად და აი ეგრე გემრიელად როდის ვიგუნდავე ბოლოს ოჯახის წევრებთან ერთად არც მახსოვს. ესეთი სიტუაცია იყო და ძალიან გავერთე, ძალიან ვისიამოვნე. მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს. ყველა დედას ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ტკბილ და ბედნიერ შვიდ ცხოვრებას გისურვებთ. წავედი ახლა გავიქეცი საქმეებს მივხედო თორე მერე ვიწუწუნებ სამსახურში წასვლის დრო ისე მოვიდა, რომ ვერაფერი ვერ მოვასწარი თქო. აბა თქვენ იცით, დროებით